შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას 53 ორგანიზაცია ერთობლივი საპროტესტო განცხადებით პასუხობს. მესამე სექტორის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევა და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟად აცხადებენ. განსაკუთრებული აქცენტი ყადაღის დადების დროზე და 31 აგვისტოს მოახლოებაზე კეთდება. სწორედ ეს დროა მითითებული ევროკომისიის განცხადებაში ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების მიზნით გაწერილი მოთხოვნების შესასრულებლად. ფაქტს სადამსჯელო ნაბიჯად განიხილავს ოპოზიციაც, რომელიც დაყადაღებული ორგანიზაციების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაფინანსებას გამორიცხავს. გამოძიების ვერსიას ეჭქვეშ არ აყენებს მმართველი გუნდი, რომელიც ბოლო წლებია კონკრეტული პოლიტიკური ძალების გარდა ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივი სცენარის განხორციელების მცდელობებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც ადანაშაულებს. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლოს მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ანგარიშების დაყადაღება 7-ვე მათგანმა ცილისწამებად და რეპრესიების ნაწილად შეაფასა. არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ რიგითი აქტივისტებისთვის შეიძინა დამცავი სათვალეები, სპეციალური აირწინაღები, წიწაკის სპრეი თუ სხვა საშუალებები. პროკურატურის ბრალდებით მსგავსი საშუალებების შეძენას სხვა აქტორებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც აფინანსებდნენ. გამოძიების ინფორმაციით აღჭურვილ პირებს მიზანმიმართულად წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ პოლიციისთვის. საბოლოო მიზანს კი სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა წარმოადგენდა. დაყადაღებული ორგანიზაციების ნაწილი იხსენებს, რომ მწვავე აქციების პერიოდში კონკრეტული ჯგუფების აღჭურვილობა უზრუნველყვეს. მაგალითად, ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის განცხადებიდან ირკვევა, რომ ორგანიზაციის დაფინანსების მიზნობრიობაში კონკრეტული ჟურნალისტები მოხვდნენ. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი კი იუწყება, რომ სპეცსაშუალებები მხოლოდ საკუთარი თანამშრომლებისთვის შეიძინეს. თურმე დანაშაული ყოფილა საპროტესტო აქციების ფარგლებში დაზარალებულ და რეპრესირებულ პირებს, რომ სამართლებრივად ვეხმარებოდით. ასევე სრული გამჭვირვალობისთვის ვიტყვი, რომ საკუთარი თანამშრომლებისთვის 30-მდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ, ვინაიდან თანამშრომლების ნაწილი აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა, ისე როგორც საქართველოს 10,000 მოქალაქე. ნაწილი კი პროცესს მონიტორინგს უწევდა ჩვენი ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარე და ცხადია, არავის გვინდოდა ეს ხალხი მოწამლულიყო იმ ხუთავი გაზით და სპეციალური საშუალებებით, რასაც პოლიცია იყენებდა. ეგ იყო და ეგ. ცხადია ძალადობასა თუ მასთან მიახლოებულ ქმედებაში არასოდეს ყოფილვართ ჩართული. დაყადაღებული ორგანიზაციები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. დღეს სოლიდარობის ნიშნად 60-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის ხელმოწერით ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ნაბიჯები კრიტიკული აზრის ჩახშობას ემსახურება. დაყადაღებული ორგანიზაციებისგან განსხვავებით გაცილებით თამამი განცხადება გააკეთა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქტივისტებს უფრო ფართო არჩევანს სთავაზობდა ვიდრე მხოლოდ პირბადეებს ან აირწინაღებს. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დაძაბული აქციების შემდეგ სწორედ გვარამია მელია გირჩიდრუას ოფისიდან ამოიღეს სამართალდამცველებმა ფეთქებადი და მარტივად აალებადი ნივთიერებები, რომელსაც აქტივისტები სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ. აირწინაღებსაც ვყიდულობდი, პარალონებსაც, კარვებსაც, ფოიერვერკებსაც და ყველაფერს, რაც საჭიროა მოძალადისგან, რომ თავი დაიცვა და გააპროტესტო მოღალატეების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რაც მთავარია კიდევ ვიყიდი. ხო და ვინმე არ დააკომპლექსოთ უცებ, თქვენგან განსხვავებით ჩვენ კანონით და კონსტიტუციით მოქმედებს და არა თქვენი ხუშტურებით. აფინანსებდა თუ არა დანარჩენი ოპოზიცია აქტივისტებისთვის სპეცსაშუალებებს. ხოშტარიას კოლეგები სხვა პარტიებიდან ამის შესახებ არ საუბრობენ. ოპოზიციის ნაწილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გვერდით არის მოხსენიებული, რომელთაც საქართველოს პროკურატურა მასობრივი დაუმორჩილებლობისა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე მოწოდებების გაკეთებას ედავება. საგამოძიებო უწყება საპროტესტო აქციებისთვის დაძაბული და ხმაურიანი სახის მიცემას მათ მიერ პროვოცირებულად ასახელებს. თუმცა ასე არ ფიქრობენ ოპოზიციაში და მოძალადედ საპოლიციო ძალებს ასახელებენ. თურმე ეს ხალხი, რომელიც ასეთი ძალადობისგან თავს იცავდა, ისინი ყოფილან მოძალადეები. ამ თავდაცვაში ევროპული ფულის დახარჯვა, მისაღებია თქვენთვის რაც ნიშნავს. მისაღები არის ნებისმიერი თანხების დახარჯვა, როდესაც საუბარი არის სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე. რასაც ქართული ოცნება ამბობს, არის ტყუილი და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, მათ შორის თვითონ სახელმწიფოს გავლითაც შემოსული თანხები ხმარდებოდა ყველა იმ სიკეთეს, რითიც ემსახურებოდნენ ისინი ქართველ ხალხს.
ქართული ოცნება ბოლო დროის აქციებს გარედან დაფინანსებულს უკვე დიდი ხანია უწოდებს და გადატრიალების მცდელობებზე საუბრობს. მართველი გუნდისთვის შემთხვევითი არც ის არის, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის, სადაც ორგანიზაციებს ფინანსური გამჭვირვალობა ევალებათ, იგივე კანონმდებლობა მიუღებელია საქართველოში და არც ის, რომ აღნიშნული კანონის გამო სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა არ წყდება. იმას, რომ ბოლო თვეებია აქციებს მშვიდობიანი სახე აქვს, ქართული ოცნება ქვეყანაში ფინანსების შემოდინების გამკაცრებულ ნორმებს უკავშირებს. ისინი მოუწოდებდნენ თავიანთ აქტივისტებს, რომ არ მორიდებოდათ და კიდევ მეტი, ასე ვთქვათ, ძალადობა ჩაედინათ, ვინაიდან რა ჯარიმებიც იქნებოდა გადასახდელი, ისინი უზრუნველყოფდნენ ამ ჯარიმების გადახდას და რა თქმა უნდა, ეს მოქალაქეებისთვის წახალისება იყო, გინ დირიბი წახალისება დავარქვათ, გინ პირდაპირ წახალისება დავარქვათ, იმისა, რომ მათ გაეგზელებინათ, ვთქვათ, ძალადობა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ეს ანგარიშები იყოს დაყატებებული, მანამ სანამ გამოძიება მიმდინარეობს. ისინი ყიდულობდნენ 1000-გვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აქეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განახორციელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებისა და შენობების წინააღმდეგაც კი თქვენ იცით, რომ ხანძარიც კი გააჩინეს საქართველოს პარლამენტში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს გამოძიება და შემდგომში სასამართლო, ეს გასაჩერდება სტრასბურგის სასამართლოში როგორც წესი, ასე აკეთებენ ხოლმე. და დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცებულებების ისეთი მაღალი ხარისხი იქნება, იმ შემთხვევაში თუ იმეს ბრალს საუყენებენ, რომ არანაირი პერსპექტივა არც ჩვენ სასამართლოში და არც სტრასბურგის სასამართლოში ბრალდებულებს არ ექნებათ. ასე რომ ნუ ნერვიულობენ, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, მას ბრალს არ წაუყენებენ. პროკურატურაში გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საბოტაჟს. დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.